ჩვენ ვაკეთებთ ასე ვთქვათ ბოსტნეულის ბალიშს, რომელზეც დავდებთ ორაგულს. ჩვენი სტეიკები, დოგვის და შებოლილი ორაგულის соуსი, ჩვენი ორი სახის ორაგულიც მზად არის. სალამი, დღეს გვაქვს თევზის დღე, ევროპროდუქტთან ერთად და გავაკეთებთ ორ სხვადასხვანაირ კერძს, ორივე შავი ზღვის ორაგულით, თუმცა სხვადასხვანაირ მომზადების წესს გამოვიყენებ. გვაქვს ჩვენ დარდანელის ორაგულის სტეიკები, რომელსაც შევწვავთ ტაფაზე და ასევე გვაქვს დარდანელის ორაგულის ფილე, რომელსაც გამოვაცხობთ ღუმელში ბოსტნეულთან ერთად. ერთი სახის კლასიკური соуსი გვექნება ნაღების და დიჟონის მდოგვის. უბრალოდ სტეიკის შემთხვევაში დავუმატებთ ფრისკოს შებოლილ ორაგულს და რაღაც ისეთი განსხვავებული соуსი იქნება. მოვამზადოთ ორაგული გამოსაცხობად. გვაქვს სხვადასხვანაირი ბოსტნეული, ამ შემთხვევაში ცერეცოს ბოლქვი, რომელიც ძალიან მიყვარს და ასევე ძალიან უხდება ორაგულს. ჩვენ ვაკეთებთ ასე ვთქვათ ბოსტნეულის ბალიშს, რომელზეც დავდებთ ორაგულს. აქ გვაქვს კეილი, ასევე ცოტაოდენ ისპანახი, აი ესეთი ბალიში გვაქვს, ცოტა პრასი და ეს ყველაფერი რატო არის კარგი, რომ ერთდროულად გამოცხება, ანუ რეალურად აღარ დაგჭირდება ცალკე გარნირის მომზადება. ლიმონი მოვუწყოთ, ცოტა მოვაწუროთ თან, მე მგონი ნატურმორტივითა, ცოტაოდენი ბაზილიკიც არომატისთვის და ბოლოს მარილი, ზუკის ზეითუნის ზეთი, ფერადი წიწაკა, ცოტაოდენი თეთრი ღვინო, რა თქმა უნდა ის ღვინო, რასაც სიამოვნებით მიირთმევთ. ამ შემთხვევაში სავიდარეის ლუგანო და ეს გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე, სადღაც 15 წუთის განმავლობაში. ეხლა მოვამზადოთ ჩვენი კლასიკური ნაღების соуსი. ჩვენ ვიყენებთ ბორნიეს სამი სახის მდოგვს. მე მომწონს ეს კომბინაცია კლასიკური დიჟანის თაფლის და მარცვლოვანი დიჟანის კომბინაცია, იმიტომ ეს მარცვლოვანი დიჟანი რაღაცა სხვანაირ ტექსტურას აძლევს, ხოლო დიჟანის თაფლის დოგვი კიდე ამ სითბოს. დავჭრათ წვრილად თეთრი ხახვი. ჩვენ ვიყენებთ ელვირის კარაქს, გავალღოთ ელვირის კარაქი და მოვთუშოთ თეთრი ხახვი. როგორც კი მოიშუშება, ცოტაოდენი თეთრი ღვინო და ვაცადოთ სანამ ალკოჰოლი აორთქლდება. როგორც კი ალკოჰოლი ადუღდება, დავუმატოთ ელვირის ნაღები, ცოტაოდენი წყალი და დოგვები, სამი სახის სხვადასხვა დოგვი. ეს არის კლასიკური დოგვის და ნაღების соуსი. ცოტაოდენი მარილი და ვარდისფერი წიწაკა. ეს არის კლასიკური მდოგვის соуსი. ეხლა შეგვიძლია გავყოთ ეს соуსი ორ ნაწილად და მეორე ნაწილს დავუმატოთ უკვე შებოლილი ორაგული და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ამასობაში მოვხარშოთ კინოა, 100 გრამ კინოაზე 200 გრამი წყალი გინდა და სადღაც 15-20 წუთი სანამ დაიშრობს მოხარშვა. დავასხათ ზეთი ტაფას და ეს ჩვენი შავი ზღვის ორაგულის სტეიკები. გამღვალია და არის ესეთი მითი, რომ ვითომ გაყინული თევზი ცუდია. სინამდვილეში გაყინული თევზი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ცოცხალი თევზი. თუ არ ვიცით, როგორ პირობებში იყო ეს თევზი, რამდენი ხანი იყო გარეთ, არასწორ ტემპერატურაზე იყო თუ არა შემოტანილი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ამ გაყინულ თევზს, როდესაც არის ქარხნულად დამუშავებული, ყოველთვის ის სტანდარტები დაცულია. მოვაყაროთ ორივე მხარეს მარილი და წიწაკა, ფერადი წიწაკა, მე ვხმარობ ფერად წიწაკას, იმიტომ რომ ეს კარგი მიქსი არის სამი ფერის წიწაკის. ამასობაში მომზადდა ჩვენი ორაგული, თავისი ბოსტნეულით, თავისი соуსიც აქვს და ამას ზემოდან დავუმატებთ ახლა მეორე соуს. ცოტაოდენი კამა გვინდა, კამა და ნაღების соуსი ეს დიჟანი ძალიან უხდება ერთმანეთს და აქვე მოვასხათ ჩვენ ორაგულს და ნახეთ ალამაზი თებსაც კი არ გადმოგვაქვს და ჩვენი გამომწვარი ორაგული დიჟონის соуსით მზად არის. ხოლო ახლა უცბად შევწვათ ჩვენი სტეიკები, ცხელი ტაფა, დავდოთ, გაცხელებულ ტაფაზე დავდოთ ეს ჩვენი ორაგული სტეიკები და სულ რაღაც 2 წუთი უნდა ერთ მხარეს, 2 წუთი უნდა მეორე მხარეს. ძალიან გთხოვთ არ გამოაშროთ, იმიტომ რომ გამომშრალი თევზი არ არის კაი ვარიანტი. რათა ხედავთ, სულ რაღაც 2 წუთი უნდა გადმოვიტანოთ ქაღალდზე, რომ ზედმეტი ცხიმი დაიწვრიტოს. ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება სისქეს. თუ სქელი არის ნაჭერი, რა თქმა უნდა 2 წუთზე მეტი დაჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მაქსიმუმი არის 2 წუთი. ნახავთ, შიგნით ოდნა ვარდისფერი უნდა იყოს, კინოაც მზად არის, აი ესეთი ფხვიერი უნდა იყოს უკვე ფანტელებივით. კინოაზე მოვათავსეთ ორაგული სტეიკი, მოვასხით დიჟონის დოგვის და შებოლილი ორაგულის соуსი და რა თქმა უნდა გავაფორმოთ და ჩვენი ორი სახის ორაგულის მზად არის. დიდი მადლობა.